ადამიანი, რომელიც აპირებს თბილისში ვითომზე 600 მილიონის შემოტანას, არ იგუგლება. დაინტერესებული ვარ, რომ ეს ულოშები დაწებებული ხო არა აქ, იმიტომ რომ მოხსნათ შეიძლება რომელიმე ჩვენი ქართული ოცნების აქტივისტი გამოდგეს. საკრებულოს წევრები არაბი ინვესტორის შესახებ ინფორმაციას, ვინც ეგრეთ წოდებული ხრუშოვკების დემონტაჟის პროექტში 600 მილიონს ჩადებს, ისევ ეძებენ. როგორც ირკვევა, სალი უმაით საიფის შესახებ მათ არანაირი ინფორმაცია გააჩნიათ. ატეხილი ხმაურის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ დღეს რამდენიმე დღიანი დუმილი დაარღვია. ირაკლი შიხიაშვილმა თქვა, რომ ქალაქის მოდერნიზაციის მიზნით ახალ კონცეფციაზე მუშაობენ და ამ პროცესში ჩართვა მერიასაც მოსთხოვა. დღეს შექმნილია ვითარება 174,000 თბილისელი, აქედან 110,000 მარტო ხრუშოვკებში მცხოვრები შეიძლება საცხოვრებლის გარეშე დარჩეს. საკრებულომ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა და იმედს ვიტოვებთ, რომ თბილისის მერია დროულად ჩაერთვება პროცესში, რადგან მათი თანამონაწილეობის გარეშე იგი ჩიხში შევა. ახალი კონცეფციის ფარგლებში უნდა შემუშავდეს განვითარების შესაბამისი გეგმა და ამ გეგმით განისაზღვროს საპილოტე პროექტის განხორციელების ასპექტები. ირაკლი შიხიაშვილმა დღეს არაბულ მხარესთან ხელმოწერილი დოკუმენტიც გაასაჯაროვა. გაირკვა, რომ მემორანდუმი თბილისის საკრებულოსა და არაბულ კომპანია Equity International შორის გაფორმდა. შეთანხმების მიხედვით საკრებულოს სურვილს ააშენოს და რეკონსტრუქცია ჩაუტაროს შენობებს არაბული საინვესტიციო კომპანია 600 მილიონი დოლარით დააფინანსებს. შიხიაშვილი ამბობს, რომ საკრებულო საერთაშორისო გამოცდილებასაც გაიზიარებს. ინეთში განხორციელებული მასშტაბური დეველოპერული პროექტების გამოცდილების გაზიარების მიზნით ქალაქ გუანჯოუსთან გავაფორმეთ ურთიერთობისა და თანამშრომლობის გამტკიცების მემორანდუმი. საბჭოთა პერიოდის პროექტების კორპუსების რეაბილიტაციის გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს კიდევ ერთი მემორანდუმი ჩეხურ მხარესთან. მერია საკრებულოს თავმჯდომარეს პოპულისტური განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს. საკრებულოს უმცირესობაშიც და მერიაშიც ფიქრობენ, რომ ირაკლი შიხიაშვილი ხალხს მიზანმიმართულად ატყუებს და წინასაარჩევნოდ ქულებს იწერს. და რაც მთავარია, მათი შინაარსი დღემდე არ გასაჯაროებულა და არც საზოგადოებას და არც თბილისის მერიას არ გააჩნია ინფორმაცია, რაზე აწერს ხელს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე. მემორანდუმში მითითებული კომპანიის ვებგვერდზე, რომელიც 2013 წელშია შექმნილი, კომპანიის მიერ განხორციელებული ინფორმაცია მხოლოდ რამდენიმე პროექტის შესახებაა და ისიც მწირი. ვებგვერდზე კომპანიის დირექტორად ერთ შემთხვევაში სალემ საიფი, ხოლო მეორე შემთხვევაში სალემ ალ-შამსია მითითებული. საკრებულოში ამტკიცებენ, რომ სალემ საიფიც და სალემ ალ-შამსიც სალემ უმაით საიფია. რაც შეეხება თავად დოკუმენტის შინაარსს, იურისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ ის მეტად ზედაპირულია. რა შეიძლება ვუწოდოთ ამ დოკუმენტს, იცით რა, წინასაარჩევნოდ მნიშვნელოვანი შთამბეჭდავი ციფრებითა და გრძნობიარე მტკივნეული პრობლემებით მანიპულირების ქაღალდია ეს მხოლოდ და მხოლოდ. საკრებულოსა და არაბულ მხარეს შორის მემორანდუმს ხელი 2014 წლის 13 მარტს მოეწერა. ამ შეთანხმების შედეგად თბილისში ეგრეთ წოდებული ხრუშოვკების დემონტაჟი 4 თვეში უნდა დაიწყოს.